და სხვა თემები რეაბილიტირებულია კობი-გუდაურის გზა რუსეთ-საქართველოს ნეიტრალურ ზონაში კილომეტრნახევრიანი მონაკვეთი დაიგო ექსპლუატაციაში შევიდა კობი-გუდაურის გზაზე მდებარე 4 გვირაბის სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი გამოიყო დასრულებული და მიმდინარე პროექტები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. 2 საათის ნაცვლად 20 წუთი 1991 წლის შემდეგ კობი-გუდაურის მონაკვეთი პირველად არის რეაბილიტირებული. დაიგო 20 კილომეტრის სიგრძის გზა და სრულად განახლდა ტერიტორიაზე მდებარე 4-ვე გვირაბი. გზა უკვე ოფიციალურად გახსნილია. დღეიდან ავტომობილებს გადაადგილება შეზღუდვების გარეშე შეეძლება. დასრულებულ პროექტს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. მათ სპეციალურად დამონტაჟებული ტრიბუნიდან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზა მე ხალხს უსვამ იქიდან გამომდინარე, რომ ერთის მხრივ ჩვენს ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვან მუნიციპალიტეტთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან გაგვიადვილდეს მიმოსვლა, მეორეს მხრივ ტურისტებისთვის უფრო კომფორტული გარემო შეიქმნას. სტრატეგიული მნიშვნელობისა ეს გზა, ამ გზის ფუნქციონირება ბოლო 10-15 წელია ეს გზა სავალალო მდგომარეობაში იყო და ბოლო 1 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. ქვეყნის მანქანები მოძრაობენ, სავაჭრო ურთიერთობებია მოგეხსენებათ რუსეთთან, თურქული მანქანები მოძრაობენ, სომხური, ირანული და ასე შემდეგ. ასე რომ უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. პროექტის ავტორები ტურისტების რაოდენობის გაზრდას ელიან. წელს გუდაურში ვიზიტორების რაოდენობის 30%-იან მატებას პროგნოზირებენ. ზამთრის პირობებში მაქსიმალურად მინიმალური დღეებით თუ საერთოდ დაიკეტება ეს გზა, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ტურისტები, რომლებიც შემოვლენ ლარსის ხეობიდან, უკვე გარანტირებული ეცოდინებათ, რომ გუდაურში თავისუფლად ჩამომვალ და როცა უნდათ მაშინ წავლენ. ეს კიდევ ერთხელ უწყობს ხელს საქართველოს როგორც სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებაში. მოგეხსენებათ, არ მარტო აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კორიდორია მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულებაც. ხელისუფლების წარმომადგენლები მიმდინარე სამუშაოსაც გაეცნენ. სოფელ ფაშეთთან დამაკავშირებელი ხიდი შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსახლეობას შემოვლითი გზით სარგებლობა აღარ მოუწევთ. ცენტრალურ გზას ისინი სწორედ ამ ხიდით დაუკავშირდებიან. ეს ხიდი აკავშირებს ფაშეთის სოფელს ცენტრალურ სამხედრო გზასთან, რომელიც ხელშეკრულება გაფორმდა ამ წლის 18 სექტემბერს. და უნდა დასრულდეს 20 დეკემბერს. დღესვე მინისტრებმა ლარსის გამშვები პუნქტი დაათვალიერეს და ადგილზე ვითარებას გაეცნენ. ამის შემდეგ მათ რუსეთ-საქართველოს ნეიტრალურ საზღვარზე გადაინაცვლეს. ამ გვირაბის იქით რუსეთის ტერიტორიაა. ჩვენ კი ვიმყოფებით ნეიტრალურ ზონაში, სადაც ახალი კილომეტრნახევრიანი საავტომობილო გზა დაიგო. ახალი საავტომობილო გზით სარგებლობა მანქანებს უკვე შეუძლიათ და ის დღეს გაიხსნა. ეს არის არა მარტო საქართველოს-რუსეთის საზღვარი, არამედ თურქეთ-რუსეთის ეკონომიკური საზღვარი, სომხეთ-რუსეთის ეკონომიკური საზღვარი. ამიტომ ეს მართლაც საერთაშორისო ტრასაა და ვიმეორებ კიდე რომ წარმოუდგენელი მასშტაბის და წარმოუდგენელი სისწრაფით მოხდა ის რაც გაკეთა. აქ დაიგო გზის საფარი და ხდება ერთი ხიდის რეაბილიტაცია, ასევე გვირაბის რეაბილიტაცია, გვირაბი განათდება და ამით ჩვენ თავზე ავიღეთ ნეიტრალური ზონის ჩვენი ნაწილი, რომელიც მოვაწესრიგეთ. იგეგმება კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც ტენდერი მომავალ წელს გამოცხადდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით მლეთიდან კობამდე გვირაბი გაიჭრება.